მე შეგახსენებთ, რომ ჩვენს მეგობარ ძმას ირაკლი გოგავას კლუბის წევრს გარდაეცვალა დედა და ხვალ დაკრძალავს იგი ბათუმში, ამიტომ ირაკლი გოგავა ოთხშაბათს არ იქნება, დღეს სოსო მანჯავიძე არ იყო და მეც ვერ წავედი რაღაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ჩემს ტელემაყურებლებს და ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიომსმენელებს დიდ მადლობას მოგახსენებ და მე მინდა ერთი განცხადება გაგაცნოთ. გუშინ იყო მოგეხსენებათ ელია თესბიტელის ხსენება და გუშინ იყო პატრიარქის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა ჩვენმა პატრიარქმა შიომ და გუშინი ასევე იყო მამა ალექსანდრე ბოლქვაძეს 38 წელი შეუსრულდა რაც ყდელია და დიდი მამაო არის, რომელიც ხელმძღვანელობს წმინდა გიორგის ეკლესიას, ამიტომ Georgian Times-ი ულოცავს ამ დიდებულ დღეს და წაგიკითხავთ ჩვენს განცხადებას. Media Holding-ი Georgian Times-ი უდიდესი მოკრძალებით, პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარს მამა ალექსანდრე ბოლქვაძეს წმინდა წინასწარმეტყველ ელია თესბიტელის ხსენების დღესასწაულსა და უფლის საკურთხეველთან ერთგული სამღვდელო მსახურების 38 წლის თავს. 65 წლის ღირსეული მოძღვარი 13 შვილის მამა და 22 შვილიშვილის ბაბუაა. მართკვეთელი, უამრავი ადამიანის სულიერი მოძღვარი და გზამკვლევი. უკვე თითქმის 4 ათწლეულია უდიდესი თავდადებით, სიყვარულითა და რწმენით ემსახურება დედა ეკლესიასა და თავის სამცხოს. მისი ცხოვრება ნამდვილი ქრისტიანული ოჯახის ღირსეული მამობისა და უფლისადმი უპირობო ერთგულების გამორჩეული მაგალითია. Media Holding Georgian Times-ის გუნდი მამა ალექსანდრეს უსურვებს ყარ ჯანმრთელობას, ხნეობას, სულიერ სიმშვიდეს, ღვთისმსულევ მათსა და წყალობას. რათა კიდევ მრავალი წელი ღირსეულად განაგრძოს უფლის ეკლესიისა და ხალხის სამსახური. უფალმა გიბოძოთ ხანგრძლივი სიცოცხლე, მშვიდობიანი მწყერსმთავრობა და დაგლოცოთ თქვენი მრავალრიცხოვანი საამაყო ოჯახი და თქვენი მრევლი. მე ასევე მინდა გაგახსენოთ, რომ ხვალ არის სამშაბათი და ხვალ ჩატარდება მამა ალექსანდრე ჩაატარებს იოსებიძის 58-19 ნომერში წმინდა გიორგის ეკლესიაში ლახვრის ლოცვას და პარაკლის წმინდა იუსტინეს და კიპრიანასი და ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს და ზოგადად პრობლემები გაქვს შეგიძლიათ დაესწროთ ამას და საოცარი ძალა ამ ლოცვას და ასევე მინდა გითხრათ ერთი სიახლე რომ ხვალიდან ამ ტაძარში იქნება მამა პაისი მთაწმინდელის ქუდი, რომელსაც ის იხურავდა ათონელის და ვისაც სურვილი გაქვთ მობრძანდით და ემთხვიეთ ამ ქუდს და შეგიძლიათ თავზეც მოირგოთ, ესეთი საშუალება გექნებათ. ხვალ 3 საათზე დაიწყება ეს წირვა. მე კი იმას